დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად დიდი დიღმის წმინდა 100,000 მოწამის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი გვეწია სტუდიაში. დაგლოცეთ მამაო. ერთმა დაგლოცეთ, მოგესალმებით. ჩვენ საუბრობთ ყველიერის კვირის შესახებ. მამაო, როგორც ვიცით, ჩვენ ხორცელის კვირის შემდეგ მოდის სწორედ ყველიერის კვირა და რომელიც არის ერთგვარი მზადება დიდი მარხვისთვის. რას ნიშნავს ყველიერის კვირა პირველ რიგში ეს რომ აგვიხსნათ და როგორ უნდა გავატაროთ მორწმუნეებმა ეს დღეები? როდესაც ყველა ნებისმიერ საქმეს იწყებს ადამიანი, აუცილებლად ემზადება და ამ მომამზადებელ კვირებსაც პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ქრისტიანისთვის. თუ მომზადებლად დაიწყებ რაღაცა საქმეს, არასრულყოფილი გამოგივა, ეს ჩვეულებრივად ასეა და ასევე არასრულყოფილი რო არ გამოვივიდეს მარხვა, ბუნებრივია რომ უნდა მოვემზადოთ ამისათვის, განვეწყოთ ამისათვის და ჩვენ ვიცით რომ 4 მომამზადებელი კვირა უძღვის საერთოდ დიდ მარხვას და აი ბოლო მომამზადებელი კვირა ეს არის ყველიერის კვირა. რომელიც არის ხსენება ადამის 60-დან განდევნისა და ასევე მიტევების კვირა. და ესე იგი ამის ხსოვნის გარეშე შეუძლებელია რაიმე საქმე აკეთოთ. აი მაგალითად ჩვენ რომ ლოცულობთ, მარხულობთ, აი კითხვა ხომ ისმის და თითოეულ ადამიანი ხო უსვამს თავის თავს კითხვას, რატომ მარხულობ, რატომ ლოცულობ და აი ერთ-ერთი განმარტებელი აი ამ ჩვენი კითხვისა და აუცილებელი პასუხი რომელიც ჩვენ უნდა მოვიძიოთ ეს არის აი ყველიერის კვირის კითხვა რატომ დატოვა ადამიანმა 60 რატომ დაუტოვეთ ის უზრუნველი მდგომარეობა და აი რა მდგომარეობა უნდა აღვიდგინოთ ლოცვის შემდგომ ესე იგი ჩვენ ლოცვით და მარხვით რაღაცა კი არ უნდა მოვიპოვოთ, რაღაცას კი არ უნდა მივახციოთ, ჩვენ მდგომარეობაში უნდა შევიდეთ, ახალ მდგომარეობაში. ეს არის სამოთხებრივი მდგომარეობა. თითოეულ ადამიანს, თითოეულ ჩვენთაგანს აქვს მიდრეკილება ბედნიერებისაკენ, სრულყოფისაკენ, სიმშვიდისაკენ, ანუ საუკეთესოსკენ, არავის არ უნდა რომ პრობლემებში იყოს და ანდა დღე და ღამე შრომაში რო იყოს და ასე შემდგომ. ყველა ცდილობს რომ შეიმსუბუქოს მდგომარეობა და როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეს ჩვენი ხსოვნა, გენეტიკური ხსოვნა, აი ადამიანის მიერ დაკარგული სამოთხესი, რომ ჩვენ ისევ იქეთ მივდივართ, ჩვენ გვინდა რომ ის მდგომარეობა მოვიპოვოთ. და იმ მდგომარეობას მოვიპოვოთ მხოლოდ ღმერთთან ერთობით. და თუ ჩვენ ვემზადებით დიდი დღესასწაულისთვის, აღდგომისთვის, თუ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი შინაგანი დაცემული ბუნება, თუ ჩვენ ცოდვებისგან უნდა გამოვიხსნათ ჩვენი თავი, პირველ რიგში ნიშნავს რომ ჩვენ გვინდა მივახციოთ ბედნიერებას, ჩვენ გვინდა აღვადგინოთ ის, რაც დაკარგა ადამიანმა და ჩვენ ამის საშუალება გვაქვს. ამის საშუალება ქრისტეს მოსვლამდე არ იყო. ქრისტეს მოსვლამდე საშუალება იყო, რომ ადამიანი განრიდებოდა ცოდვას და ეცხოვრა ღვთის მადიდებელი ცხოვრებით, მაგრამ აი ქრისტეს მოსვლის შემდგომ ადამიანს მიეცა საშუალება ღმერთთან ზიარებისა და სრულყოფილი მდგომარეობის მოპოვებისა, რომლის მაგალითებიც არიან წმინდანები და მათი ცხოვრება და ის სასწაულები, რაც მათ ცხოვრებაში ხდებოდა. და ბუნებრივია, რომ ჩვენ შეგვიძლია იგივეს მოპოვება. მთავარია, რომ ჩვენი მიზანი იყოს ეს, რომ აი თუ ადამიანმა დაკარგა 60, ჩვენ ქრისტე გვაძლევს საშუალებას, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომ აღვადგინოთ ჩვენში ეს მდგომარეობა. შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ ისეთი მდგომარეობა, რომ აი ჩვენში არის სიხარული და არასდროს არ ჩერდება. ან ჩვენში არის რაღაცა ბედნიერების განწყობა და არასდროს არ ჩერდება. თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ თუ ღვთის მადლი დამკვიდრდება ადამიანში და ადამიანი გახდება ღმერთ შემოსილი, მასში უკვე სრულყოფილი მდგომარეობა ისადგურებს ამ ქვეყანაზე, როგორიც ჰქონდათ წმინდანებს. და რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენთაგან შეუძლია ეს პოვები. თქვენ საუბრით ასყიში ბრძანეთ, რომ თუ კი გვინდა რომ იყოს რაღაცა სრულყოფილი არა, ჩვენი მარხვა, უნდა მივიყვეთ იმ კანონებს, რომელსაც ეკლესია აწესებს და შესაბამისად ეხა რომელ კვირაშიც ვიმყოფებით, ესეც უნდა დავიცვათ. თუმცა მე მსმენია ასეთი აზრიც, რომ გარკვეული სიმკაცრეა თითქოს ეკლესიის მხრიდან ამაში გამოხატული და რასაჭიროა ეხა წინ ამხელა მარხვა გველოდება, ხო, ამდენ დღიანი და აი პირდაპირ ორ შაბათს დავიწყებ მარხვას და ვთქვათ ეხა ამ კვირაში შეიძლება ადამიანები ჩვეულებრივად მიირთმევდნენ იმ საკვებს რომელიც უკვე აკრძალულია, მაგრამ შეუდგება მარხვას რაღაც გარკვეული ტიპის თავის ეგრეთ წოდებულ ტიპიკონს იქმნიან. მათ შორის ეს მსმენია 4 შაბათის და პარასკევის მარხვაზეც, რომ რასაჭიროა ეხა წელიწადში ამდენი დღე მარხვაა და 4 შაბათი პარასკევი დავიცვა. არა აზრი აქვს ასეთ დამოკიდებულებას და რამდენად მცდარია ვთქვათ ამ ადამიანების ასეთი მიდგომა ასეთი სერიოზული საკითხისადმი.
ალბათ სანამ საკუთარ აზრს გაიჩენდე, მანამდე აი უნდა გამოიკვლიო წმინდანთა დამოკიდებულება ან ეკლესიის ლოგიკური გადაწყვეტილება რატომ არის ეს მიღებული და ასე შემდგომ. მაგალითად აი ხორციელის კვირა როდესაც იყო, ანუ აი ახლა გასული კვირა ამ დროს იკითხებოდა სამოციქულო, სადაც პავლე მოციქული ბრძანებს, ნუ შეცდებითო. თუ კი უსმენთ ამ სამოციქულოს. ხო, უნდა უსმინოთ ეკლესიის ხმას. და ეკლესიის ხმა ეს არის ღმერთისაგან მომავალი სიწმინდე, რომელიც აი ბნელეთს აპობს და მათ შორის ჩვენში უნდა დამკვიდრდეს და ფრთხილად იყავითო ძმანო, როგორც პავლე მოციქული ამბობს, უფრთხილდითო რწმენასო, როგორც სიბნელეში ანთებულ სანთელსო. ის თუ ჩაქრა, მე წყდიადი ისადგურებს ადამიანის გულში. და თუ ადამიანის გულში იქნება წყდიადი და სიბნელე, მაშინ მის ირგვლივ წყდიადი იქნება და თუ ასეთი ადამიანები მომრავლდებიან, მაშინ რა თქმა უნდა სრული უკუნეთი სულიერი თვალსაზრისით იმ გარემოში სრული უკუნეთი რაღაცნაირად ძლავრობს და მკვიდრდება და აი პავლე მოციქული სანამ ხორცის ასე ვთქვათ აკრეფა თუ ესე იგი მისი მიღების შეწყვეტა მოხდებოდა პავლე მოციქული ამბობს რომ ნუ ცდებითო თუ რამეს შეჭამთო ამითო ღმერთს ვერ მიახლებიდო და თუ რამეს არ შეჭამთო ამითო რაიმე არ დაგაკლდებათო ანუ ესე იგი ჩვენთვის მარხვა არ უნდა იყოს ეს რომ აი მარხვა იწყება და მე არ უნდა ვჭამო ეს და უნდა ვჭამო ის და ეს საერთოდ არ არის პირველ რიგში ანგარიში მისაღები არის დაავადებათა სახეები ან ფეხმძიმეები ან მეძუძურები ან ნაოპერაციები ან საოპერაციოდ გამზადებული ადამიანები ან უბრალოდ დაავადების მქონე ადამიანი რომელიც საერთოდ ან შემსუბუქებულად მომხრულობს, ან ზოგმა შეიძლება საერთოდაც ვერ იმარხულოს. მაგრამ მარხვა პირველ რიგში ნიშნავს სულიერ მარხვას. ამას ჩვენ ეკლესიის საკითხავებშიც აი საოცარი ტკბილი საკითხავებია, სადაც წერია, რომ ნუ შევცდებითო პირველი მარხვა ვიმარხოთო მარხვა სულიერიო, რომელიც დაარღვიაო ადამიანო და ნუ დაარღვევო შენცო, რომ შენც იგივე მდგომარეობაში ჩავარდეო. ანუ უღმერთო მდგომარეობაში. რამე თუ რამეს არ შევჭამთ, ეს ამით არაფერი არ წყდება, იმიტომ რომ თუ ჩვენი შინაგანი სამყარო ისეთი დარჩა, როგორიც იყო და ჩვენ თუ რაღაცას არ შევჭამთ, ამით არაფერი არ შეიცვლება. რამე თუ იონე ოქროპირი ბრძანებს, დემონები არაფერს არ ჭამენო, მაგრამ ისინი ღვთის მოძულენი არიანო და არღებულობენო ღმერთსო და შესაძლებელია ეს მდგომარეობა კონდეს ადამიანს, რომ აი საკვებზე გაამახვილოს ყურადღება და შინაგანად ღმერთი უყვარს თუ მამონა უყვარს, აი ეს ვეღარ დააფიქსიროს. ამიტომ პირველ რიგში ეს სულიერი მარხვა უნდა გადავწყვიტოთ და რაც შეეხება ამ ფიზიკურს, როგორც ჩვენ ძალებს შეუძლია, იმის მიხედვით უნდა შევძლოთ ეს. და რა თქმა უნდა, ჩვენი შეძლების მიხედვით ღმერთი ვადიდოთ და საერთოდ, როდესაც ადამიანი ამ საქმეს იწყებს, ის ირგვლივ არ იყურება. მაგალითად, მე როდესაც მეცადინეობ, ვთქვათ, ვარ სტუდენტი თუ მოსწავლე, როდესაც მე მეცადინეობ, მე ვარ განმარტოებული და ცოდნას ვიძენ მხოლობით რიცხვში პირადად. და თუ მე ირგვლივ დავიწყე ყურება აბა ის როგორ მეცადინეობს, აბა ის რას აკეთებს და ასე შემდგომ, მე უკვე გამომრჩება მთავარი, მე ვერ შევძლებ ცოდნის მიღებას. და მარხვაშიც ესეა, ჩვენ უნდა მივიღოთ ცოდნა ღმერთის შესახებ, თვითონ სული წმინდისგან უწყებული. თვითონ იმ მადლით მიღებული, რომელსაც ჩვენ ვეზიარებთ. და არა ავტორიტეტული ადამიანი რას გეტყვის, ან და ის როგორ მარხულობს. კი, რა თქმა უნდა, შენი ძალების მიხედვით უნდა გააკეთო ეს, შენი მაქსიმუმი უნდა გააკეთო. წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ქრისტიანობა ეს არის საკუთარ თავზე მაღლადგომა. და აი საკუთარ თავზე მაღლადგომა, ქვენაგრძნობებზე მაღლადადგომა და ასე იგი ცუდი თვისებების მოშორება, ეს უნდა იყოს მარხვის პირველი მიზანი. და ამისათვის ძალიან დიდი მადლი მოდის ღვთისაგან და იმიტომ რომ ჩვენ ვემზადებით უპირველესი, უმთავრესი ცენტრალური მოვლენისათვის სამყაროში ადამიანთა და ანგელოსთა და საერთოდ შექმნილ სამყაროში მთავარი მოვლენისთვის ვემზადებით, ეს არის აღდგომა უფლისა. რითაც ადამიანი მოკლედ რო ვთქვათ რა უნდა მოხდეს. აი ყველანაირი პატივ აყრილი ადამიანმა ღმერთისნაირი პატივი უნდა მოიპოვოს. რამე თუ უფალი ხო ამბობს, სადაც მე ვიქნებიო, იქ იქნება ჩემი ერთგულნიცო. და ეს საოცარია გონებისთვის მიუწვდომელია, ღმერთი თავაზობს ადამიანს თავის მსგავს სრულყოფილ ბედნიერ და სავსე მდგომარეობას.
და ეს შესაძლებელია რომ მოიპოვოს ადამიანმა და ამისკენ უნდა მიდიოდეს. ანუ მიზანი სხვა რამე კი არ უნდა იყოს, თქვათ არ ვჭამო ეს, არ ვჭამო ის, ანდა მივიდე იქ ვილოცო, გავაკეთო მეტანიები წამოვიდე. არა, ესენი საშუალებებია, რომ ჩვენ თავარ მიზანს მივახციოთ. ანუ ღმერთამდე მივიდე. და ღმერთს ზიარ. აი ლოცვების კუთხით თქვენ თვითონ ახსენეთ ახლა, აი რა იცვლება ამ კითხვას უფრო ნაკლებად ვსვამთ ხოლმე მე მგონი და ჭამასმაზე ვაკეთებთ აქცენტს. აი დაიწყო თუ არა უკვე მე როგორც ვიცი, არის ცვლილებები ამ კვირიდან უკვე იკითხება სხვა ლოცვებიც და უფრო მეტად თქვენ რომ ვისაუბროთ უკეთესია ამის შესახებ. კი, პრაქტიკულად გაძლიერებული ლოცვაზე გადადის ადამიანი. ეკლესიებში მაგალითად ანდრია კრიტელის კანონები იკითხება საღამოობით და ძალიან კარგია ამას ქრისტიანი თავისი შეძლების მიხედვით თუ არ გამოაკლდება. თუ ამას ვერ ახერხებს ზოგი ქრისტიანი, ამას თვითონ სახლში ან სადაც არის იქ კითხულობს. ეფრემასურის ლოცვები იწყება საოცრად სრულყოფილი და ესეთი შეკუმშული და ძალიან დიდი შინაარსისა და ძალის მქონე ლოცვები და ზოგადად ქრისტიანმა უნდა გააძლიეროს თავისი თვისება ლოცვისა. იმიტომ რომ ლოცვა ეს არის ღმერთთან ურთიერთობა. ანუ ღმერთთან ურთიერთობა უნდა გავაძლიეროთ. უფრო უნდა დავხვეწოთ. როგორ ამბობს უფალი რომ ესე იგი ყველაფერი ესე იგი მთელი სულით, მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი შენი შესაძლებლობით უნდა შეიყვარო ღმერთი. და ღმერთს როგორ შეიყვარებ? პირველ რიგში მასთან ურთიერთობით და მეორე მისი მცნებების დაცვით. და ამ მომენტს თუ გავაძლიერებთ ჩვენ მარხვაში, ანუ ლოცვას, ჩვენ საოცარ შედეგებს მივიღებთ. აი ვინც ეცდება, აი თქვათ თუნდაც აქამდე არ ულოცია, აი ამ მარხვაში თუ ეცდება მაქსიმალურ ლოცვას, ფსალმუნთა კითხვას, განსაკუთრებით ფსალმუნთა გალობას, ეს უძლიერესი ლოცვა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნეში დაიწერა, არის ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი და არის ძალიან დიდი მადლის მატარებელი, ძალიან დიდი ცოდნის მომცემი. ძალიან სულის, ასე ვთქვათ, როგორც წყალი არის სხეულისთვის, ასე სულის დამარწყულებელი და აი ეს თუ ამას თუ გააძლიერებს ადამიანი, ნუ შედეგებს თვითონ მიიღებს და ვინც როგორ შრომობს, იმის მიხედვით ექნება, რა თქმა უნდა, შედეგიც. და ღმერთმა ყველას შეაძლებინოს, რომ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი შეძლოს. მამო, აი თქვენ ახსენეთ და ისაუბრეთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მთელი გულისყურით, რასაც ვაკეთებთ იმ საქმისადმი და ხშირად დგას ეს პრობლემა, ვფიქრობ, რომ ჩვენი დამოკიდებულება არის თითქოს ზერელე რაღაცების მიმართ. ვთქვათ, იგივე მარხვას ვიცავთ, იმიტომ რომ ასეა დაწესებული, არ ვჭამთ ხორცს, იმიტომ რომ ასე ვიცით, მაგრამ არ ვუღრმავდებით თუ რატო ვაკეთებთ ამას. თუ დგას მრევლში, მორწმუნე ადამიანებში ეს პრობლემა და თუ იციან ადამიანებმა, თუ რა არის მარხვაში მთავარი, აი რატომ ემზადებიან ამ დიდი მარხვისთვის და უკვე რისთვის ვემზადებით და რა არის ჩვენთვის მთავარი და ამოსავალი და ეს ხო არ არის მხოლოდ მარტო წესების დაცვა ფორმალურად. არა, ზოგადად ახლა ჩვენ ტრადიციულები ვართ და წესების დაცვა სიამოვნებას გვანიჭებს, იმიტომ რომ ეს წესები საერთოდ ქართული გაგებით უწესო ადამიანი, პრობლემატური ადამიანია, იმიტომ რომ არ იცის როდის რას გააკეთებს და წესიერი ადამიანი იცავს წესებს და მან იცის როდის რას გააკეთებს. თუნდაც ექსტრემალურ სიტუაციაში, თუნდაც თავისუფალ სიტუაციაში და ნებისმიერ დროს. ეხლა ადამიანი არ იმარხულებდა მან რომ არ იცოდეს ამის სიკეთე. მას ის რო არ იყოს ამაში ჩაღრმავებული და გულით რო არ იგრძნოს და არ მიხვდეს რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ გააკეთებს ამას. ეს ბუნებრივია და ლოგიკური, მაგრამ თქვენ რო ბძანეთ ნინო, ესე იგი თუ ჩაღრმავება არ ხდება, ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რომ ესე იგი ვაჟა-ფშაველა ამბობდა, რომ დღესო დღევანდელ კაცებს ისო ფაშვიო თავზე აქთო წამოცნული, ის რაღაცა ისეთი ნათქვამია, მაგრამ რეალობა ის არის, რომ შეიძლება საკუთარი მოთხოვნილებები, კუჭი და მისი ავსების უკაცრავად ასეთი უხეში სიტყვებისთვის, ხო, ეს პრობლემები წინ იდგეს თანამედროვე კაცობრიობაში. ანუ მოთხოვნილებებისათვის ცხოვრება, აი მომინდა გავაკეთე და როდესაც მარხულობ, ამას აჩერებ. და ბუნებრივია ბრძოლა გეწყება და შენი, ესე იგი, ცენტრი, ადამიანის ცენტრი კუჭიდან გადაგაგს გულზე. და აი ეს ძალიან დიდ ბრძოლებს იწვევს და ბუნებრივია რომ შეიძლება ადამიანმა პირველი ყურადღება გაამახვილოს აი ამ საკვებზე.
რომ აი ეს სულმოკლეობა დაძლიოს, რომ აი მიდრეკილება, რომელიც აი ხინკალი ძალიან გიყვარს, აი ხორცეული რძის პროდუქტი გიყვარს, აი მინდა და მიყვარზე კი არ აგებს თავის ცხოვრებას, არამედ საჭიროა და მომეთხოვება, აი ამაზე აგებს და ეს ბრძოლა მიდის და გარეგნულად შეიძლება ჩანდეს, რომ ეს ადამიანი მარტო ესე იგი საკვების გათიშვაზე ფიქრობს, მაგრამ ჩემი აზრით ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თავისი ადამიანური ცენტრი, სიმძიმის ცენტრი გადაიტანოს გულზე. უჭიდან გულზე და ეს ძალიან ისეთი უკვე დასაფასებელი ამბავია. უკვე დასაფასებელია და მე ძალიან ვაფასებ ადამიანს, თუნდაც რომელიც მარტო ოთხშაბათს პარასკევს მარხულობს, რომელსაც თუნდაც აქვს სურვილი იმარხულოს, მაგრამ აი დღეს ვერ იმარხულა, მაგრამ მოვა დრო და ის იმარხულობს აუცილებლად. და ბოლო შეკითხვა, ეს ყველერის კვირა მთავრდება ეგრეთ წოდებული შენდობის ლოცვით, ხო? და მორწმუნე ადამიანები გადავახვევით ერთმანეთს და ვთხოვთ შენდობას. აი აქაც ნინომ თქვა, რომ გარკვეული რიგი საკითხების მიმართ ჩვენ ცოტა გვაკლია ხოლმე ალბათ სიღრმე საკითხების მიმართ და სერიოზულობაც ალბათ. აი აქაც რაღაც გარკვეულწილად ცოტა ფარისეულო მდგომარეობაში, ხადი არა ყველაზე, ხო, არ ითქმის ეს. უბრალოდ ვიცით, აი წესები ახსენენ. ვიცით, რომ ეს საჭიროა ტაძარში და შეიძლება ადამიანს, რომელიც არც კი მინახავს, გადაეხვდა და შენდობას თხოვ ამ პირიქით. აი რა აზრი აქვს ამას? ანუ აქაც რა უნდა ვიცოდეთ, რა არის მთავარი, რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს? იმიტომ რომ დღეს ასეა საჭირო თუ მხოლოდ იქ ამ დროს დამთავრდება ეს ყველაფერი და ისევ გააგზელებს ვიღაცა ვინც გადამეხობა ჩემს განკითხვას 24 საათის სიტყვაზე და ლანძღვას და ცილის სამბას და ასე შემდეგ. თუმცა მე კი ვეტყვი რომ ღმერთმა შეუნდოს. დავამატებ მამა, სანამ გასცემთ პასუხს, აი ხშირად არის აი ამ დღეს ზუსტად შენდობის დღეს, რომ აი როგორც ჩვენ ერთმანეთს ვესალმებით, რომ გამარჯობა და გავივლით. აი ზუსტად ესე შემინდე და გაივლიან და აი ეს აი მართლა უკვე ისეთ ფორმასაც იღებს, რომ არ არის გულიდან ნათქვამი. კი, მაგრამ სიტყვა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა მაგალითად ადამიანის საერთოდ რო არ მოგესალმოს, ჯობია ესე იგი თავის ძალადაატანოს და მოგესალმოს და ეხლა მიტევების კვირა ბრძანეთ და მიტევების შენდობისა და იგივე მიტევების კვირაა და ჩვენ ვიცით რომ ჩვენში ერთ-ერთი მძაფრი ჩვენი სისუსტე ეს არის სულმოკლეობა, ადამიანთა სულმოკლეობა. შეიძლება ზოგადად სულმოკლე არ ვიყო, მაგრამ აი რო დავიღლები, მაშინ შეიძლება სულმოკლე ვიყო, აი მაცალეთ რა ერთი და დავისვენო და რაღაცა ასე შემდგომ. და სულმოკლეობიდან მოდის ნებისმიერი პრობლემა. როდესაც ადამიანი რაღაცას ვერ ითმენს და ასე შემდგომ. აი სულმოკლეობით რაც ჩვენ დავაშავეთ, თუნდაც არა მიზან მიმართული ცოდვით, არამედ აი სულ ვერ გაუძელით რაღაცას. შეიძლება ერთმანეთის ურთიერთობაში მეტი მოგვეთხოვებოდა და ის მეტი ვერ შევძელით და შეიძლება ამისთვის შენდობა ვითხოვოთ. ესე იგი რაიმე ცუდი კი არ გავუკეთეთ ვინმეს. შეგვეძლო მეტი გაგვეკეთებია, შეგვიძლია რომ მეტი ვაკეთოთ. მაგალითად, ჩემი აზრით ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს განწყობა, რომ მე მეტი უნდა გავაკეთო, მეტის შემიძლია, ვიდრე ვაკეთებ. და აი ამაზე უნდა შეიძლება მოიხადოს ბოდიში ღმერთის წინაშე, ადამიანთა წინაშე და ითხოვოს ღმერთისაგან და ადამიანთაგან ის ძალა, ის ლოცვა იმისათვის, რომ მე მეტი შევძლო, ვიდრე ვაკეთებ. და თუ ჩვენ ვიღაცისთვის რაღაცა დაგვიშავებია, მით უმეტეს რომ ეს უნდა ასე ვთქვათ წავშალოთ, რომ ჩვენ მარხვის დროს ჩვენს გულში რაღაცა სიმძიმე არ იყოს. ჩვენ რაღაცა არ გვქენჯნიდეს, ჩვენ რაღაცა უკან არ გვხევდეს, თორე ძალიან ძნელი არა, შეუძლებელია რომ ღმერთის გზაზე წარემატო, თუ ვთქვათ შენ მიდიხარ ლოცულობ და ამ დროს შენ ვიღაცას რაღაცა დაუშავე და ეს შენ იცი და სინდისი ქენჯნის ამაში და ასე შემდეგ. ანუ კი, მაგრამ თუ კი მექანიკურია ეს და მე აი შეიძლება უთხარი შემინდე, მაგრამ იქ სადღაც რაღაცა ვერ პატიობ მაინც. ამ პირიქით ხდება ეს უნდა შევძლოთ. უნდა იცხოვროთ ისე როგორც თქვენ ცხოვრებაში ბოლო დღეს იცხოვრებდით. ანუ ადამიანი, როდესაც თქვათ მზად უნდა იყოს, რომ ყველაფერი შეუნდოს ადამიანს და ამის მაგალითი უფალია. შეუძლებელია? შეუძლებელი არ არსებობს. თავარია ის ჩვენში ის სულმოკლეობა იქნეს გადალახული და ბუნებრივია, რომ შეუძლებელი არ არსებობს და ეხლა ჩემთვის არასდროს არავის ისეთი შეურაცხყოფა არ მოუყენებია, რაც მაგალითად უფალს მიაყენეს. აი მაგალითად უფალს მიაფურთხეს. და ჩემთვის არავის არ მოუფურთხებია და უფალმა არაფერი არ თქვა ამის გამო. არა ის რომ ცემეს და წყალიც არ მისცეს და
კულმინაცია ბოლოს და ბოლოს ჯვარსაც წვეს და უფალი სიყვარულის მეც არ ცვლიდა თავის დამოკიდებულებას და ბუნებრივია ახლა მეც რო ქრისტიანი ვარ მე ამის მსგავსი უნდა ვიყო და მე ხედავ რომ ღმერთს დაცული ვყავარ იმიტომ რომ მაგალითად მე რო ისე ვინმე შეურაცხყოფს როგორც ქრისტე შეურაცხყოფს მე წყობიდან გამოვალ ამიტომ ბუნებრივია ღმერთი მიფარავს და თუ მე რაიმე პრობლემა მაქვს ვინმესთან შემემთხვა ხო ნიშნავს რომ იმის გადალახვა შემიძლია ხო ამბობს მოციქული იაკობი რომ ნუ ესე იგი ნუ ცდებითო იმაზე დიდი განსაცდელი არ შეგემთხოვათო ვიდრე მისი გადატანა შეგიძლიათო ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის გადატანა რაც ჩვენ პრობლემები გვაქვს შემთხვეული შეგვიძლია თუ მოვინდომებთ და როგორ მიუდგებით ეს და უნდა მოვინდომოთ ეს ვიდრე დიდ მარხვას დავიწყებთ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის კიდევ ერთხელ დაგვაფიქრეთ იმის შესახებ რაც მნიშვნელოვანია იმისათვის რომ ღირსეულად შეუდგეთ დიდ მარხვას მადლობას გადაგიხდით მოგზაურებისთვის მაყურებელს კი შევახსენებთ რომ ყველიერის კვირის მნიშვნელობის შესახებ საუბრობდა დიდი დიღმის წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უპატაშვილი ახლა კი